დეპუტატებს. რაც შეეხება უკვე გააკეთეს პირველი შეფასებებით, როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლებმა იმ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წუთის წინ იყო პარლამენტში, როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამბობდნენ, დღეს უმრავლესობის წარმომადგენლები იყვნენ საკმაოდ აგრესიულები, თუმცა თავად უმრავლესობის წარმომადგენლების და ასევე თავისუფალი დემოკრატების განცხადებით მთავარი მიზეზი დაპირისპირებისა იყო აკაკი ბობოხიძის განცხადება, როგორც უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ საკმაოდ უწყინარ თემაზე, კვოტების გადანაწილებაზე საპარლამენტო დელეგაციებში, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობის ხმების ნაწილს თავისუფალი დემოკრატები იკავებენ, რაზეც და ამ განცხადებას აკაკი ბობოხიძემ უკვე უმრავლესობის მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა მოაყოლა, რასაც სწორედ მოყვა აღნიშნული დაპირისპირება. სამწუხაროდ თქვენ ძველ გზას ადგეხართ და მინდა გითხრათ, რომ მოვა თქვენი გაქცევის დროც და თქვენი გაქცევის დრო რომ მოვა, თქვენი დედა რუსეთი იმ დროს გაქცევისთვის არ იუარგებს ხალხო და იქნება დაალაგოთ. ვინ რა თქვა დედასა თქვა და თქვენი დედაც კითხვა იწოდეთ ბოდიშვილი საქართველოს მოსახლეობასთან. თქვენ თუ გონიათ იმეს ამას დაგითმობთ რა. გაიყვანეთ გარეთ. თქვენ თუ გონიათ იმეს ამას დაგითმობთ რა. და ვიც თქვამეთ სიწყნარე აქეთ, სიწყნარე. სიწყნარე არ გადახვიდეთ მაინდა. წოსო. სოსო. შესვენება სხდომაზე.
როგორც დეპუტატები განმარტავენ აკაკი